როცა მსუბუქი წონის ტრონი ქვეშ ზარივით აზუზუნდა, მხოლოდ ერთი კითხვა დარჩა. მართლა მზად არის თუ არა არმან წარუკიანი ილია თოფურიას დასამხობად. ქართულ MMA-ის სივრცეში დღეს ყველა ამაზე ლაპარაკობს. შენს გრძნობ, ეს აღარ არის უბრალო თემა. ეს არის მომენტი, სადაც ორი სტილი, ორი ტემპერამენტი და ორი ეპოქის ხედვა ერთმანეთს ეჯახება. და თუ ვიმეს ეგონა, რომ ყატარში დენ ჰუკერზე არმანის დომინანტური გამარჯვება უბრალოდ სტატისტიკის რიგითი ხაზია, შეცდეს, ეს ბრძოლა იყო განაცხადი, მკვეთრი, უხეში, პირდაპირი. წარუკიანი 1 წლისა და 7 თვის პაუზის შემდეგ დაბრუნდა ისე თითქოს არანაირი იჯერება არ ყოფილა. მასში იგრძნობოდა ძველი არმანის ენერგია, მეთოდური, გამუდმებით წნეხში მდგომი, მანევრული, მშიერი. ჰუკერი კი მიუხედავად გამოცდილებისა უბრალოდ ვერ ასწრებდა მისი ტემპის გათვლას. ეს არ იყო შემთხვევითობა. თოფურიას პერსპექტივით ეს გამარჯვება საშინლად არასასიამოვნო სიგნალია. როცა ჩემპიონი ხარ, ხვდები რომ ყველა შენ ზურგს უკან მომავალი ბიჭი უფრო სწრაფია ვიდრე წინა იყო. მაგრამ არმანი ეს სხვა შემთხვევაა. ის არ არის ტექნიკურად გამართულ ხელებსა და კიკებზე აშენებული ფაიტერი. მისი საფუძველი არის წნეხი, ჩაჭიდება, სივრცის დახშობა, ნამდვილი პრობლემები მათთვის, ვისაც დისტანცია მთავარი იარაღია. თოფურია მთიქროს უკვე იცის, პირველი დაცვის მეტოქე ან გეიჯი იქნებოდა, ან იმბლეტი, ან მახაჩევიც კი, მაგრამ არმანის მოახლოებამ ესია სრულიად გადაგვარდა. ყატარში მისმა გამარჯვებამ პოზიციები ისე გადალაგა, რომ დღეს უკვე ძალიან სერიოზულად განიხილება იდეა. ილიას პირველი დაცვა უნდა იყოს არმან წარუკიანთან. ეს არ არის პოპულარული არჩევანი. ეს არ არის ფინანსურად ყველაზე ამაღლებელი არჩევანიც კი, მაგრამ სპორტული კუთხით ეს არის ყველაზე მკაფიო და სწორი ბრძოლა, რაც მსუბუქ წონაში შეიძლება გამოიწეროს. რატომ არის წარუკიანი თოფურიასთვის რეალური საფრთხე? პირველ რიგში სტილის გამო. ილიას ბრძოლები ძირითადად ნავიგირდება დისტანციიდან კონტროლით, სწრაფი ფეინტებით, ფეთქებადი კომბინაციებით და პოზიციური რესლინგის გამოყენებით იქ, სადაც საჭიროა. ამას დამატებული აქვს მისი ქართული ფიზიკური ბაზა, დაბალი სიმძიმის ცენტრი, ძლიერი ფეხები, კორპუსის გამძლეობა. ის ძალით არ ჩამოუვარდება თითქმის არავის. მაგრამ არმანი უბრალოდ არ გაძლევს ამ ყველაფრის ჩამოშლის საშუალებას. ის მოდის წინ, სტაბილურად და რაც ყველაზე საშიშია, ის ამას აკეთებს დაუჩერებლად. მისი სტილი ისეთია, რომ თუ თოფურიას რითმს და სიჩქარეს დაუშლიდა, ილიას დომინანტური კომპონენტები მნიშვნელოვნად შემცირდება. ილიას ჭირდება სივრცე, საკმარისი განისხელებს გასაშლელად და ტემპის დასასაგენლად. წარუკიანი კი ამ სივრცეს არ გააჩერებს. ეს არის ხერხი, რომელიც არმანს უკვე 10 საათე მეტი პროფესიული გამოცდილება დაუდო და ეს არის ხერხი, რომელმაც ჰუკერი უბრალოდ გატეხა. მოკლე ემოციური პაუზა. ვინც ყატარს უყურებდა, ნახავდა, ჰუკერის სხეულმა ბრძოლა უფრო ადრე თქვა უარი ვიდრე მისი გონებამ. ეს არმანის უნიკალურობაა. ის არ არის ფინიშერი კლასიკურ გაგებით. ეს არის განადგურების მანქანა ჟანგბადის გარეშე. ახლა მთავარი კითხვა. რეალურად რამდენად დიდი შანსი აქვს არმანს ილიას წინააღმდეგ? თუ გადავხედავთ თოფურიას ბოლო ბრძოლებს, ვხედავთ, რომ მისი სტილი ძალიან რთულია სპორტულ დონეზე დაშასლელად. მას აქვს იმპულსური ძალა, რომელიც მუშაობს როგორც მოკლე, ისე ორთამანძილზე. მისი სამიზნე დარტყმის სიწვისტე ერთ-ერთი საუკეთესოა დივიზიაში. მაგრამ არის ერთი ფაქტი, რომელსაც ბევრი ქართველიც ხედავს და გულწრფელად აღიარებს. თუ ვინმეს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა თოფურიას რითმის დასაშლად, სწორედ არმანია. ჰუგზე ბოლოს. და თუ გონიათ, რომ ეს მხოლოდ თეორიაა, 2 წუთში ვიღებთ, რატომ შეიძლება ეს დაპირისპირება თოფურიას კარიერის ყველაზე რთული გამოცდად იქცეს. უკან დახევა აღარ შეიძლება. წარუკიანი უკვე პოზიციას იკავებს და ილია თოფური ახლა არა უბრალოდ ჩემპიონი, არამედ სტრატეგიული გონების მქონე ფაიტერი. ყურადღება აქცევს არა მხოლოდ დარტყმებს, არამედ არმანის მოძრაობის წრეზე. ეს ბრძოლა არ იქნება მხოლოდ ფიზიკური, ეს იქნება ტაქტიკური ომიც. სტრატეგია არმანისთვის. მისი მთავარი მიზანი არ დატოვოს თოფურიას სივრცე. კლინჩი ჩაჭიდება, მახლობლად კონტროლი, კუნთების დაძაბვა. ყველა ხერხი გამოყენებული იქნება. მოძრაობა რინგზე, ორთა ბრძოლის დასაწყისშივე მაქსიმალური წნეხი, რომ ილია ვერ მოასწროს ტემპის დაყენებას. არდიო, ეს მისი საყრდენი. იმის გარეშე, რომ ამდენი ენერგია გადაიხარჯოს, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი დომინაცია. სტრატეგია თოფურიასთვის. ილიას უპირატესობა არის დისტანცია, სიჩქარე და სიზუსტე. მისი აქცენტი ფეხები, ზედა დარტყმები, მოკლე კომბინაციები, როცა არმანი ცდილობს მასთან მიახლოებას. გარდა ამისა, ტაქტიკური გამართვა მოითხოვს. თავიდან აიცილოს კლინჩი და ზეწოლა ღია სივრცეში შეინარჩუნოს. თუ თოფურიას წარმატება ამ კონტექსტში, გამარჯვება მის ხელშია.
ფიზიკური თვალსაზრისით ორივე ფაიტერი არის თითქმის ერთი და იგივე სიმაღლე მსგავსი წონა და ცენტრი. ეს ნიშნავს, რომ არმანისთვის ძალიან რთული იქნება თოფურიას გადახტომა ან დაბალ პოზიციაზე დაჩაგროვა. მაგრამ მისი გამოცდილება წნეხში და მიწაზე ბრძოლაში მას საშუალებას აძლევს აქტიურად გამოიყენოს თითოეული მომენტი. კრიტიკული მომენტი ბრძოლაში. თუ არმანმა შეძლო პირველ ორთაბრძოლებში ჩართვა და კლინჩში მიყვანა, თოფურიას ზეწოლას იგრძნობს. მეორე შემთხვევიდან თოფურიას შესაძლებლობები დარტყმებში და კომბინაციებში მცირდება, რადგან სხეულის ენერგია დაიხარჯა. ეს არის შანსი არმანისთვის, რომ ცადოს ბოლოში დომინანტური მოქმედება, ფინიშერი ან მიწაზე კონტროლი. ტაქტიკური თვალსაზრისით ბრძოლა დაძაბული იქნება. ილიას მომენტები განიხილება მიკრონაწილაკებად. ყურადღების დაკარგვა ერთი წამითაც კი ფატალურია. არმანიც ესმით, ამიტომ მას ყოველთვის აქვს ერთი ნაბიჯი წინასწარი გეგმა. ემოციური ასპექტი. ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ფიზიკურ სტრატეგიას, არამედ ფსიქოლოგიასაც. არმანი ნამდვილი მატჩის მოტივატორი. დაბრუნება პაუზის შემდეგ, გამარჯვება ჰუკერზე, ეს ყველაფერი აძლიერებს მას, არა მხოლოდ სხეულით, არამედ გონებითაც. თოფურიასთვისაც გამოწვევა ფსიქოლოგიური იქნება. როგორ გადალახოს დომინანტური წინააღმდეგობა, რომელიც მუდმივად ზეწოლაშია. პრობლემური წერტილები ილიასთვის. თუ ვერ შეძლებს სივრცის კონტროლს, თუ ვერ მოახერხებს ფიზიკურ დისტანციას დარტყმებისთვის, თუ არმანი კლინჩში და მიწარზე გადაადგინებას მოახდენს. ამას დავამატეთ იმას, რომ არმანის წლიერი მხარეები, მისი მეთოდური, მექანიკური ძალა და გამძლეობა შესაძლოა გადაწყვიტოს ორთაბრძოლის საბოლოო შედეგი. ჩანაწერი ტაქტიკიდან. იმ მომენტში, როდესაც არმანი ცდილობს მიწაზე მიყვანას, თოფურია უნდა შეინარჩუნოს თავშეკავება, გამოიყენოს ფეხების სწორი პოზიცია, დაბალ ტემპზე ფიქრი და სწრაფი კომბინაციები. თუ ეს წერმატებით მოახერხა, მაშინ ბრძოლა ისევ მის ხელშია. თუ კი ვერ, მაშინ არმანი კონტროლს იღებს. ემოციური ინტერვალი. ეს არის მატჩი, სადაც თითოეული წამი შეიძლება გაანადგუროს ოპონენტის ფსიქიკა, ხოლო ძლიერი გონება და კონცენტრაცია დააძლევს. და ახლა, როცა კამბეკი უკვე დაწყებულია, მთელი გულშემატკივარი ელოდება ერთ კითხვას. შეძლებს თუ არა ილია თოფურია არმან წარუკიანის სტრატეგიულ წნეხს გადალახოს და გაანადგუროს ბრძოლა ბოლო რაუნდამდე. ბრძოლა უკვე ფორმირდება თვალწინ როგორც გრაფიკული ანალიტიკური მოდელი, სადაც თითოეული მოძრაობა მნიშვნელოვანია. არმანი წარუკიანი და ილია თოფურია დომინანტური ტექნიკის და ტაქტიკური სიზუსტის ცალკეული კონცენტრირებული მაგალითები არიან. არავის შეეძლო თავიდან, რომ ეს დაპირისპირება ასეთი დეტალური, მუდმივი ფინტებით სავსე იქნებოდა. კონტროლი და სივრცე ეს ძირითადი ასპექტებია, რომლებზეც ბრძოლა გადადის. არმანი ცდილობს ჩაახშოს თოფურია, აიძულოს შეცდომა, გამოიწვიოს მოულოდნელი პოზიციები, ყურადღება მიაქციე. მისი მოქმედება არ არის სპონტანური. ეს არის გათვლილი, ეტაპობრივად ორგანიზებული წნეხი, რომელიც მსუბუქ წონაში თითქმის უნიკალურია. სტრატეგიული შემოწმება ილიას მხრიდან. შეინარჩუნოს დისტანცია. გამოიყენოს ფეხების სწორი პოზიცია. სწრაფად გადაადგილდეს, როცა არმანი კლინჩში მიყვავს. კომბინაციების შეხამება მოკლე ეფექტურ დარტყმებში. თოფურია ფიზიკურად მზად არის, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მომზადებაც მნიშვნელოვანია. არმანის პილი, რომელიც არ აძლევს დისტანციას და მუდმივად ზეწოლაშია, სცედა ჩვეულებრივი ტაქტიკური სკემების საზღვრებს. ეს ნიშნავს, რომ ილია უნდა იმოქმედოს მომენტალურად, ისე რომ ერთი მცდელობაც კი არ დაკარგოს. კარდიოლოგიური ფაქტორი. არმანი გამოხატავს გამძლეობას, რომელიც აუცილებელია სრული ფიზიკური კონტროლისთვის. თოფურიას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ სისწრაფე, არამედ გამძლეობა და მუდმივი კონცენტრაცია. ყოველ რაუნდში მცირე შეცდომაც კი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. მიწაზე ბრძოლა არმანი ცდილობს კონტროლი მოიპოვოს მიწაზე, მკლავებით, ისრის და კორპუსის დამოყენებით. თოფურია კი ცდილობს არა მხოლოდ არ დაიმარცხოს მიწაზე, არამედ გამოიყენოს სწრაფი ფეხები, თავისუფალი მოძრაობა და დაბალტემპიანი კომბინაციები, რომ არ მისცეს არმანს დომინირება. ფიზიკური კონტროლის დეტალები. ორივე ფაიტერი თითქმის ერთი სიმაღლეა. წონა თითქმის იდენტურია. ცენტრი და ძლიერი ფეხები საშუალებას აძლევს ორივეს აწონ-დაწონონ ბრძოლა. ამ ფონზე არმანის სიძლიერე არის მიწაზე ტექნიკური და სტაბილური წნეხი, რაც ქმნის სიტუაციას, სადაც თოფურიას დარტყმის სივრცე მცირდება. ეს არის დინამიკური ბრძოლა, რომელიც ნებისმიერ წამში შეიძლება გადავიდეს კონტროლის მხარეს. მარტივი ანალიტიკური დასკვნა. არმანი ძალით და სტრატეგიით ცდილობს კონტროლის მიღებას. თოფურია სწრაფი კომბინაციებით ცდილობს დომინირების შენარჩუნებას. ბრძოლა მუდმივ დინამიკაშია, სადაც ფსიქოლოგიური უპირატესობა შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს. ემოციური ინტერვალი. ყურადღება მიაქციეთ. თითოეული კამბექი და შეცდომა ერთ წამში შეიძლება შეცვალოს გამარჯვების სტატუსი. არმანი მჭიდრო და კონტროლებს სივრცეს.
ილია კი ცდილობს პოზიციური კომბინაციებით დახვრეთას. ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ეს არის გონებრივი ომიც, რომელიც ასახავს თითოეული ფაიტერის მენტალური უნარების სიმაღლეს. და ახლა, როცა ყველაფერი თვალწინ ხდება, ყველას ერთი კითხვა აწუხებს. შეძლებს თუ არა ილია თოფურია არმანის მუდმივი წნეხის გადალახვას და ბრძოლა საბოლოო გამარჯვებაში გადაიყვანოს. თუ კი არმანი მოახერხებს მის დომინირებას, ყველაფერი შესაძლოა ერთ წამში გადაწყვიტოს. ბრძოლა უკვე აბსოლუტურ კრიტიკულ წერტილში შედის. არმანი წარუკიანი და ილია თოფურია უკვე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად ჩაერთვნენ ბრძოლაში. ყურადღება ყველასკენაა მიმართული. ვინ შეძლებს კონტროლის შენარჩუნებას ბოლო რაუნდამდე? კიდევ ერთი სტრატეგიული პარამეტრი არმანისთვის. მისი მიზანი რჩება უცვლელი. კლინჩში ჩაჭიდება, მუდმივი წნეხის გაწევა, მოწინააღმდეგის რიტმის ჩაშლა. მისი ტექნიკა მეთოდურია. ნაბიჯი, სადაც თითოეული მოძრაობა გათვლილია იმისთვის, რომ ილია ვერ გამოიყენოს სიჩქარე და დარტყმის ეფექტურობა. ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არის სტრატეგიული თამაშის შიდა ნიუანსების გამოცდა. სტრატეგიული ალტერნატივა თოფურიასთვის. ილია უნდა შეინარჩუნოს დისტანცია, გამოიყენოს ფუტკრის მოძრაობები, footwork, განახორციელოს სწრაფი კომბინაციები. მისი უპირატესობა მდგომარეობს ტაქტიკურ სიზუსტეში და წამიერი რეაგირებაში. თუ ეს შეინარჩუნა, შესაძლებელია არმანის კონტროლის ხვრელის პოვნა, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონცენტრაცია, ენერგია და ყველაზე მთავარი, წნეხის მოთმინება. ფიზიკური წინააღმდეგობა. ორივე ფაიტერი თითქმის ერთნაირი კორპუსითა და სიმაღლით გამოირჩევა, რაც ბრძოლას უფრო თანაბარს ხდის. არმანის უპირატესობა არის გამზდელობა და მიწაზე ტექნიკა. თოფურიას უპირატესობა სიჩქარე, კომბინაციები, დარტყმის სიზუსტე. ეს არის კლასიკური კონფრონტაცია. ძალა vs სიჩქარე, სტაბილურობა vs დინამიკა, ემოციური დატვირთვა. ყურადღება მიაქციეთ ფანების რეაქციაზე, რომლებიც თვალსადევნებენ ბრძოლას. ყველაფერი ხდება რეალურ დროში, სადაც თითოეული გადაწყვეტილება შეიძლება გადამწყვეტი გახდეს. არმანი მოქმედებს მეთოდიკალი, ხოლო თოფურია ცდილობს სწრაფად განსაზღვროს საჭირო მომენტი დარტყმისთვის. კლასიკური ანალიტიკა. თუ არმანმა შეძლო მუდმივი წნეხის შენარჩუნება, ილია დარტყმებში უპირატესობას კარგავს. თუ თოფურია დაიცავს დისტანციას, დაიხარჯება ნაკლები ენერგია, რაც საშუალებას მისცემს კომბინაციების გამოყენებას. მთავარი ფაქტორი კვლავ ფსიქოლოგიაა. მოთმინება, სტრატეგიული ხედვა და მომენტალური გადაწყვეტილება. პრაქტიკული ასპექტები. არმანი უნდა გამოიყენოს ყველა კლინჩი შესაძლებლობა. ილია უნდა ახერხოს სწრაფი გადაადგილება და პოზიციური კომბინაციები. თუ შეტაკვა მიწაზე გადავა, თოფურია უნდა მოახერხოს თავისუფალი ფეხების გამოყენება, კონტროლის აღსაკვეთად. მნიშვნელოვანი დეტალი. არმანის სიძლიერე სწორედ მის მეთოდურ ერთიან სტრატეგიაშია. ის არ ცდილობს სპონტანურად დარტყმას. ყველა მოძრაობა გათვლილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაართულოს თოფურიას დარტყმა და კომბინაცია. ილია კი მუდმივად უნდა იმოქმედოს მოზომილად, სწრაფად და სიზუსტით, რომ არ დაკარგოს უპირატესობა. ფინალური ემოციური მონაკვეთი. ეს ბრძოლა არა მხოლოდ ორი ფაიტერის, არამედ ორ ტაქტიკურ სამყაროს შორის არის. არმანი, მუდმივი წნეხი, სიძლიერე და გამძლეობა. ილია, სიჩქარე, სიზუსტე და ტექნიკური დახვეწილება. მომენტი, როდესაც ორივე მათგანი შეიკრიბება დასასრულის ასპექტში, იქნება მწვავე და დაუნდობელი. და ახლა, როდესაც ყველაფერი თვალწინ ხდება, კითხულობთ მთავარ კითხვას. შეძლებს ილია თოფურია არმან წარუკიანი სტრატეგიულ წნეხის გადალახვას, თუ არმანი მოახერხებს მისი დომინაციის დასრულებას მიწაზე. საბოლოო შედეგი შეიძლება გადაწყდეს ერთ წამში.